გამარჯობა, ქალბატონებო და ბატონებო. საკითხი, რომელიც მე მინდა განვიხილო, მდგომარეობს შემდეგში და მე მინდა ყურადღებით მომისმინოთ. ჩემი გამომწერები ისედაც მომისმენენ, მაგრამ ყველა ვინც ამ ვიდეოს იხილავს, მე მინდა რომ ბოლომდე ყურადღებით მომისმინოს. მე როდესაც მწერლობაში ფეხს ვიდგამდი, ასე ვთქვათ და ფიქრობდი როგორ და რა მიმართულებით უნდა წავსულიყავი, ასე ვთქვათ, რა თემა უნდა ამერჩია თვითონ, როგორი ჟანრი უნდა ამერჩია. ერთმა სასულიერო პირმა, ერთმა ძვირფასმა სასულიერო პირმა ასე დამოძღვრა. რაც არ უნდა დაწერო, ეცადე არასოდეს ცხელ გულზე არ შეუდგე მუშაობას. რადგან თუ შენ აი ამ განერვიულებული გულიდან რაღაცა გაბრაზება გამოვიდა შენგან და აი ამ დროს რაიმე მოხვდა შენ შემოქმედებაში ისეთი მარცვალი, რომელსაც მკითხველი აღიქვამს როგორც ბოროტების ბოროტების მარცვლადო, შენ შემოქმედებას არავინ წაიკითხავს. თუ კი ეს ბოროტება დაინახა მკითხველმა, ის პატარა გამონათებაც კი, გამონათება ცოტა ისეთი სიტყვა, მაგრამ რაღაცა შეამჩნიაო იმ შემოქმედებაში, ეს ბოროტების პატარა ნაპერწკალიო. და თუ კიო შენ ისეთ ადგილას იჯდებიო დაუშვათ, რომ საზოგადოება იძულებული გახდება იმანი იფიქრა ალბათ რაღაცა, ნუ მეც მივიდოდი იმ ხელმწიფის ნავში, როგორც წინა იმაში ვთქვი, საზოგადოებამ შეიძლება ქცესო, პატივიო იმ საზოგადოებამ, რომელსაც ელიტა ქვია, მაგრამ როდესაც შენ აღარ იქნები ცოცხალი, შენი შემოქმედება შენთან ერთად დაიღუპებაო. ანუ ეცადეო, რომ ეს ბოროტების მარცვალი არ აღმოჩნდეს შენ შემოქმედებაში. არასოდეს. რატო ვამბობ მე ამას? ახლა მე ჩვეულებრივი მწერალი ვარ და რა თქმა უნდა ამას დიდი ყურადღება მივაქციე მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე. თუ რაიმეს ვქმნიდი, ყოველთვის ვიწყებდი, მოდი გაგიმხელთ ასე, როდესაც ვიწყებდი წერას, მე შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ვკითხულობდი რამდენიმე გზის ლოცვას იმისათვის, რომ სიმშვიდე მომეპოვებინა საოცარი სიმშვიდე, როდესაც მე ეგრეთ წოდებულ ტრანსში გადავიდოდი, მე თავისთავად მქონოდა ის მშვიდი ხასიათი იმ მომენტში, რომ რაც სჭირდება შემოქმედების შექმნას. ანუ ღვთისგან თუ კი რაიმე იყო მისაღები, მე ის მქონოდა იმისი უნარი, რომ კარგად შემეგრძნო და მიმეყო. მე ჩვეულებრივი კიდევ ვიმეორებ ადამიანი ვარ, არაფრით განსხვავებული სხვებისაგან. უბრალოდ შეიძლება გარკვეული რაღაც უნარი მაქვს იმისა, რომ შევქმნა ნაწარმოებები.
ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ. აი ჩემს კედელზე დავტოვე ერთი ქალბატონის წერილი წინა ვიდეოზე კომენტარი და ერთ-ერთი კომენტარი წავშალე, რომელიც იყო ძალიან უხამსი და ამ იგივე ქალბატონის სხვა კომენტარებიც წავშალე, მაგრამ აი იმ იგივე ქალბატონის უხამსი კომენტარი წავშალე და დავტოვე ერთ-ერთი, რომელიც ამბობს ასეთ რამეს, რომ შენ მარტო ცუდს ხედავ სააკაშვილის და კარგს ვერ ხედავ, ამიტომ არ ახარ მართალი. ეხლა თუ ჩვენ იმ სიფტყეზე გადავიტანთ, რომ აქ პრეზიდენტზეა ლაპარაკი, რომელიც არის დაახლოებით 3 და 4 მილიონი ადამიანის, ესე იგი ფაქტიურად კონსტიტუციური გარანტი და მისი ფაქტიურად მის დაქვემდებარებაში იმყოფება, ანუ მისი დადგენილი ცხოვრების წესებით ცხოვრობს ამხელა სახელმწიფო, მას მე თუ არ მეპატიება ის რაღაცა ბოროტების მარცვალი, მას იმაზე ნაკლებიც კი არ შეიძლება რომ მეპატიოს. და ადამიანი, რომელიც იმას წერს, რომ მარტო ცუდი დაინახეო, კარგი ვერ დაინახეო, ეხლა წარმოიდგინეთ, როგორი მიმდევრები ყავს ამ ადამიანს. უშინ სხვა საკითხი განვიხილოთ. დღეს ამას ვამბობ. როგორი მიმდევრები უნდა ყავდეს. იციან, რომ ცუდსაც აკეთებდა ის კაცი, მაგრამ კარგსაც აკეთებდაო და რომ შეეკითხები რა არის ეს კარგიო, იმ წუთას ყველა გიპასუხებს, რომ გზები დააგო. ძალიან დიდი ბოდიში ჰიტლერმა რო გზები დააგო, დღესაც არსებობს, ეხლა მთელი გერმანია შემოვლილი მაქვს, ძალიან კარგად ვიცი, ჰიტლერის დაგებული გზები დღესაც არსებობს. სააკაშვილის გზები 2 კვირაში აიყარა. და ჰიტლერმა 100 მილიონი ადამიანი ამოჟლიტა ევროპაში გასულ. გზების დაგებით შეიძლება გავსაზღვროთ, ესე იგი ადამიანის არ ვიცი მე, აი იმაზე ვამბობ, რომ ადამიანი, რომელიც ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გამოვიდა და საქვეყნოდ ამბობს, ესროლეთ და მოკალით. და ამას დანარჩენი მსოფლიო და შუკრავს და დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებენ, მე იმ მსოფლიოს პატივს არ ვცემ. ანუ გამოდის, რომ საზოგადოება, საერთოდ მსოფლიო საზოგადოება დეგრადირების გზას არის შემდგარი. კიდევ ვიმეორებ, მე აგერ მიდევს მან YouTube-ს ერთი ჩემს გვერდით დაიჭირეს ქურდები, რომლებსაც მე არ ვიცნობ. იქ ხდება ესეთი მომენტი, რომ მილიციელი მეძახის მანქანიდან, რომ არ გადახტეო. და მე მაინც ხვდები და იცით რატომ? მე ეს განვმარტე, მაგრამ კიდე განვმარტავ. საბჭოთა წყობილების დროს, რომელიც ჩვენ არ მომწონდა, მილიციელს ორჯერ უნდა გაესროლა ჰაერში და შემდეგ ესროლა გაქცეული კაცისთვის შეეძლო ესროლა არა მოსაკლავად, არამედ მწყობრიდან გამოყვანის მიზნით, რომ დაეპატიმრებინა. იმ შემთხვევაში თუ კი პირველ ტყვიას ესროდა მას და შემდეგ ორს ჰაერში გაისროდა, თვლით ჰქონდა ჩაბარებული ტყვიები და აუცილებლად ექსპერტიზაზე გაატარებდნენ ამ იარაღს და თუ კი დარწმუნდებოდა ექსპერტიზა, რომ პირველი ტყვია ნასროლია ადამიანისთვის და ორი ჰაერში შემდეგ არის გასროლილი, პასუხისგებაში ეძლეოდა ადამიანი. სააკაშვილის დროს ეს არ ხდებოდა. სააკაშვილის დროს პირდაპირ ფრთები ჰქონდათ შესხმული ადამიანებს და ჩახოცეს ახალგაზრდები ქუჩებში უდანაშაულო ახალ ჩვენ ხო კარგად ვიცით ეხლა ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა, ხო? ეხლა ნუ დამარქმევთ ქოცსა და იმებს თქვენი ჭირიმეთ რა. მე არავით არის, არ ვიცი, მე არც ის მინდა და არავინ არ მინდა. მე რომელიც ფაქტიურად ცხოვრობს იმისათვის, რომ დააქციოს და გაანადგუროს ქვეყანა. მე არავისი მომხრე არა ვარ და არც ავყოფილი ვარ ცხოვრებაში და არც მინდა რომ ვიყო. მე არ მეხება ეს საკითხები. მე უბრალოდ ბოროტებას ვერ ვიტან, აი ბოროტებას. ბოროტებას თავისთავად გარკვეულწილად რა ყველა მთავრობა აკეთებდა და რაღაცა დოზით, ზოგი ნაკლებად, ზოგი მეტად, ზოგი მეტ სიკეთეს აკეთებდა უფრო და რაღაცა, მაგრამ მაინც ბოლოს ესე გამოვიდა ზოგიერთისგან, რომ ბოროტება უფრო
ბოროტებამ უფრო მეტი ის გამოიღო. აი სააკაშვილის დროს მაგალითად თუნდაც ეგ ერთი სიტყვა პარლამენტში გამოსვლის დროს, რომელიც მთელი ქვეყნის გასაგონად და მთელი მსოფლიოს გასაგონად თქვა, ნუ დაგენანებათ ტყვიები, ესროლეთ და მოკალით. თქვენ როგორ ფიქრობთ, აი ამ შემთხვევაში მე თუ მწერალი ვარ და ვფრთხილობ, რომ განერვიულებულ გულზე არ დავწერო რაიმე, იმიტომ რომ ადამიანი ორბუნებოვანია, ბოროტი და კეთილი და ბოროტი ბუნება აქვს და მას შეიძლება რაღაცაზე უცბად განერვიულდეს და აფექტურ მდგომარეობაში ჩაიდინოს რაღაცა ცუდის აქციები. და როდესაც ამას მართავ შენ იმ ბოროტ ბუნებას, რომელიც ყოველთვის გიბიძგებს, რომ იმით ისარგებლო, როდესაც შენ ამას მართავ, მაშინ ხარ შენ ადამიანი. და როდესაც პრეზიდენტი ამას ვერ იკავებს და ამბობს, რომ ესროლეთ, მოკალით, დახოცეთ, ამოწყვიტეთ, გაანადგურეთ და მოსპეთ, აქ უკვე დამთავრებულია ლაპარაკი, რომ ის პრეზიდენტად საერთოდ კი არა, ის საერთოდ ადამიანად ვარგა თუ არ ვარგა, ეგეც არ ექვემდებარება განხილვას და არ შეიძლება მაგაზე დაждდე და იმაზე რა ქვია, კოსტუმებზე ასამართლო კაცი, რომელიც ამას იძახდა. ანუ ყველანაირად კიდე გეუბნებით, ვერ ვპატიობ ადამიანს ერთ რამეს, ბოროტებას და ლაჩრობას და ლაჩარიც იყო და ბოროტის და ესეთი პრეზიდენტს მე ვერ აღვიქვამ, რომ ქვეყნის მმართველი იყოს ესეთი ადამიანი, რომელიც არის, რომელიც სიამოვნებას ანიჭებს მაგარი ადამიანების განადგურება. როგორ კაცო, შამილმა რომ მოიტაცა დავით ჭავჭავაძეს ცოლი და შვილი, მაშინ ერთ-ერთ პატარა ციხე, მაშინ რა ქვია, ციხეში ქალები დაუყენა მცველებად და შამილი მივიდა და შეამოწმა ეს, რომ ამ დავით ჭავჭავაძეს შვილი, მაპატიე ცოლი და შვილი როგორ მდგომარეობაში იყვნენ, რომ იქ კაცი არ უნდა გაჭაჭანებულიყო და ქალები იყვნენ იქ მცველები. და დავითს მოსწერა, რომ დავითო, შენ ჯიგიტი ხარო, მეომარი ხარო და მე არ გაკადრებ მაგას, რომ შენ ცოლს რამე დაუშავდეს და შვილს აქო. ამიტომ მე ეს გავაკეთეო რა და მშვიდად იყავიო, რომ შენ ცოლშვილს არაფერი ემუქრება არანაირად. წარმოიდგინეთ ახლა რა დონის ვაშკასთან გვაქვს საქმე, ახლა ის შამილი შეიძლება ლეკი იყო, მაგრამ და არ იყო ქართველი, რომ მაინდა-მაინც ქართველები ვაქოთ, მაგრამ წარმოიდგინეთ რას წერს, მე ეს გავაკეთე იმის გამო, რომ შენო იმპერატორის კარზე ძალიან დიდი სახელი გაქვს და ამ ფულს მოგცემენო, მე მჭირდება ფული, რომ წავიდე აქედან. ნუ შამილი გრძნობდა უკვე, რომ მალე გამარცხდებოდა და ამიტომ სჭირდებოდა ფული, რომ წასულიყო აქედან. ნუ ის ბოლოს მაინც მის დაჭერაში გრიგოლ ორბელიანმა ითამაშა გადამწყვეტი როლი, მაგრამ ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. აი ეს ვაჟკაცობა არსებობდა და ასეთი კაცობა. მე ვლაპარაკობ მმართველზე, რომელსაც ევალება ვაჟკაცობაც და პატრიოტიზმს. და როდესაც ეს ხდება ჩვენს თვალწინ და ახალგაზრდებს, რომლებსაც ცხოვრება არ უნახიათ, რომლებსაც არავითარი არაფერი არ უნახიათ და მათ უმოწყალოდ მოუწოდებს, რომ დახოცონ და დახოცეს კიდეც და ეხლა თუ მოგრუნდა ჩვენ, გადარჩენა არ გვიწერია, ჩვენ მაშინ გენში ალბათ რა ვიცი, ერთი ბავშვი აღარ დარჩება ცოცხალი. თუ მოგრუნდა და კიდე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ლოგიკურად ასე იქნება. და რატო ვფიქრობ ასე, გეტყვით ახლა. იმიტომ გითხარით ბოლომდე მომისმინეთ მეთქი. აი საზოგადოებას ვაკვირდები, მე არა ვარ ის კაცი, რომ დაკვირვებას არ ვაწარმოებდე. ვაკვირდები მე საზოგადოებას და სოციალურ ქსელებში მუსილებს ასეთი რა. რამდენიმე ესე იგი არის შარლატანების ჯგუფები, რომლებიც სადღაც ვიღაცას იპოვიან ცოტა ისეთ დაუშვათ თლათ ნორმალურს არა, ნუ არანორმალურ ადამიანს, ან ბავშვს, ან დიდს, ან ნუ უფრო ბავშვს და დაარიგებენ იმას შკოლაზე და რა გინდა შვილო ეკითხებიან და საჭმელი და ამ დროს ამ სენტიმენტებზე თამაშობენ თქვენს გულებზე და ეს ხალხის დაგიждებით ამდენი ქვეყანა ხალხი და არიქა და ჩქარა ეს ბავშვი მშიერია და გადაურიცხოთ, რომ ესე იგი ეს ბავშვი იქნება როგორმე არ იყოს მშიერი. რა არის იცით?
მთელი ჩემი ბავშვობა გავატარე ისე სხვანაირად არ გამიგოთ რა ეხლა ვიღაცამ რაღაცა ის არ ჩააბას რა ქვია კუდი არ მოაბას ამას მაგრამ იცით ახლა ჩემმა გამომწერებმაც და იცით ქვეყანამ სად გავიზარდე მე მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მშიოდა და საკმაოდ მოზრდილ ასაკში გავიგე რომ თურმე პური ცხვებოდა და ცხელი შეიძლება ყოფილიყო იმიტომ რომ ჩვენ გვაჭმევდნენ სერპურს დაახლოებით 2 დღისას იმიტომ რომ კარაქი კარგად წასმოდა იმას მაგარი ყოფილიყო და ამდენად არ ვიცოდი რომ პური იყო ცხელი და ცხვებოდა ეს მე არ ვიცოდი და წარმოიდგინეთ ახლა იქიდან მე რა გამომყვა ის რომ ჩემი ყოველი სუფრასთან დაждდომა მახსენებს იმას და მახსენებს მარტო იმას კი არა მე რა გავიარე ეგოისტურად კი არა ვარ ჩემ თავზე განწყობილი ჩემი თავის მიმართ უბრალოდ მახსენებს იმიტომ რომ არიან ბავშვები აი ცხონებული ინანიშვილი ამბობდა ხოლმე შენ თუ არ ფიქრობ იმას რომ დაწოლისწინო რომ სადღაც ფრინველიო სადღაც კავკავებსო იმ რა კანკალებსო იმაშიო რა ქვიაო ბუჩქის ძირასო სიცივისაგანო და აი ესე თუ არ იფიქრე მაშინ შენ ადამიანი არ ხარო აი წარმოიდგინეთ მე ეს ყველაფერი განცდილი რომ აქ ვიცი რომ დღეს საქართველოში 1000-ობით ბავშვი შიმშილობს ეხლა უყურეთ რა ხდება კომუნისტების დროს მე ახლა კიდე გეუბნებით კომუნისტების დროს მთელი ცხოვრება ვებრძოდი კომუნისტებს არ გამიგოთ ისე რომ მე მომწონდა მაგრამ კომუნისტების დროს ეს საკითხი იდგა და აგერ ვასმოი პოლკი დასდევდა და გენერალმა ლესელიძემ მაშინ პოლკოვნიკი იყო ვეძახდით ჩვენ ახლაც არის ვასმოი პოლკს რო ეძახიან იქ ვასმოი პოლკი იდგა მერვე პოლკი აი იმ პოლკის უფროსი იყო პოლკოვნიკი ლესელიძე ნუ შემდეგ ომი რო დაიწყო გენერალი გახდა და აბანოებზე იძინებდნენ უპატრონო ბავშვები ხოლმე და ამ უპატრონო ბავშვებს დასდევდა და იჭერდა რომ წაიყვანა და ჯარში მieყვანა და კაცად დაეყენებინა და ერთ-ერთი მათ შორის იყო გიორგი პაპიაშვილი რომელიც შემდეგში უკვე მილიციის სამმართველოს უფროსი გახდა და მანამდე რომ არავინ ყავდა მე გამოუშდა პატრონები გამოუშდნენ და რავი მამიდები დეიდები და რავი ეს რამდენი ხალხი მყოლია თურმე და არ ვიცოდი უპატრონო იყო მანამდე ეხლა წარმოიდგინეთ ერთ ადამიანს ერთ ბავშვს მიუტანენ საჭმელს დააპურებენ რა თქმა უნდა ერთი 200 იმდენი თვითონ არჩებათ იმ შარლატანების ჯგუფს და 1000-ობით ბავშვი უყურებს ამას და უკვე მისი ფსიქიკა გადადის იცით რა მდგომარეობაში მორალური ფორმირება ხდება იმ დროს ბავშვის ყალიბდება და უკვე ბოროტდება იმ ბავშვს უკვე შენ ვეღარ შემოატრიალებ იმიტომ რომ ამას უყურებს რომ ვიღაცა დაპურდა და თვითონ არის მშიერი და ეს არის 1000-ობით ბავშვი ესე იგი ჩვენ ვაკეთებთ რას იცით ხელს უწყობთ შარლატანებს და ხელს უწყობთ ბავშვების გადაგვარებას ესე იგი იმას კი არ ვფიქრობთ რომ სახელმწიფოს უყურნალოთ ჩვენ რომ ყველას ეშველოს ბავშვსაც და დიდსაც და ქვეყანას ეშველოს ჩვენ ვფიქრობთ იმას რომ ესე იგი გავამდიდროთ ვიღაცა შარლატანები და გავაბოროტოთ ბავშვები აი ამისათვის მე ახლა ვამთავრებ ამ მოღვაწეობას იმისათვის რომ მე დავინახე რომ საზოგადოება მართალი გითხრათ ეხლა დიდი იმედი არ მქონდა საზოგადოებისა რომ გავამეხმაურო და მადლობას უხდი იმ ადამიანებს ვინც გავამეხმაურნენ მაგრამ ნუ ეს რა თქმა უნდა ზღვაში წვეთი იყო და არავინ არ თქვას რომ მე ახლა იმიტომ და ამიტომ არა მე რომ გამოვედი მოდი განვაცხადებ რა მე რომ გამოვედი მქონდა იმედი რომ რადგან მე სამინისტრომ ის ჩემი შემოქმედების პიკი რომელიც მე აღვნიშნე წიგნი არ დამიბეჭდა მეგონა რომ ხელს გამოიღებ და ნუ ის სამყარო რომელსაც პირდაპირ ეხებოდა ეს ნუ მათაც ეს ნუ ალბათ ფთხილობენ ისინი ალბათ ის თუ როგორ არის თუ ეს მე არა ვარ იცით მსახიობი რომ მე ეს დიდი ხანი მეყოს ენერგია რომ ამაზე მე მინდოდა ეს წიგნები გამევრცელებინა და ადამიანებისთვის გმირები შემეთავაზებინა რომ მიებაძათ და გარყვნილი გმირებით ჩაგვენაცვლებინა მორალურად ამაღლებული გმირებით მაგრამ როგორც ჩანს ეს საზოგადოებას არ სურს და არ უნდა ამის მიღება მე მაგალითად გამოცემული მაქვს ერთ-ერთი წიგნი რომელშიც ადამიანი სიკვდილის წინ ამბობს რომ ყველაფერი ვისწავლეო ამ ქვეყანაზე თითქმის ყველაფერი გავიგე
მაგრამ სიკეთის ფორმა ვერ დავადგინე, რა ფორმით მეკეთებინა სიკეთეო. ჩვენ ბევრი რამე არ ვიცით და აი იმ ადამიანებს, რომლებიც აი დროსა და სივრცეში არიან დაკარგულები, ამ ადამიანებს ესე იგი იყენებენ როგორც საცოდავ ადამიანებს და აი ამ ადამიანების მიმართ ხდება ეს ყველაფერი ამ შარლატანების ჯგუფების მიერ. ამით კიდევ ვიმეორებ, თქვენ უწყობთ ხელს ბავშვების გაბოროტებას და ნებისმიერი მართველი და ლოგიკურად მოვა ისევ ის სააკაშვილი, იმიტომ რომ ისინი გაერთიანებულები არიან აი ამ გონებით, რომ კი იციან რომ დააშავა, იციან რომ დამნაშავია, მაგრამ მაინც მოყავთ, იმიტომ რომ აწყობთ იმათ, იმიტომ რომ უნდათ ქვეყნის განადგურება. ლოგიკურად მოვლენ ისინი, იმიტომ რომ დანარჩენი ხალხი დაბნეულები ხართ და არ გინდათ რომ გეშველოთ. აი ერთმა ექიმმა მითხრა, რომ როდესაც პაციენტი მოდის ჩემთან და ვატყობ, რომ არ უნდაო მასო, ესე იგი მერწმუნოს და არ უნდა რომ დამეხმაროს იმაში, რომ მე განკურნო და მერწმუნოს იმაში, რომ მე მას განკურნაო, ის ვერ განიკურნებაო. ერთს რომელსაც ეს არ ჭირდება, ძნელია იქ ჩაერიო და შენი თუნდაც მოკრძალებული წვლილი შეიტანო. მე ყველგან ავიღებ, რა ქვია, ანგარიშებს, რომ თქვენ არ იფიქროთ ახლა რომ აი თამაზალავიძეს ვიღაცის იმისი, ჩემში ეს შური და ისინი არ არსებობს. მე უბრალოდ ვხედავ, რომ ქვეყანა იღუპება, ნადგურდება და აუცილებლად მივა განადგურებამდე და მისულებიც ავართ უკვე. მე ვეცადე ჩემი და ვერავინ ვერ იტყვის, რომ არ ვეცადე. მე ყველგან ავიღებ ამ ანგარიშებს და დავტოვებ ტელეფონის ნომერს იმისათვის, რომ იმ ადამიანებს ვცე პატივი, რომლებიც მეხმაურებოდნენ და კომენტარებს მიწერდნენ, დაფიქსირდნენ ჩემ ტელეფონზე, რამდენიმე დღე გავაჩერებ იმ ტელეფონსაც, რომ მე ამ ტელეფონსაც გავთიშავ. და ეს იდება უბრალოდ ეს იქნება ჩემი გვერდი იარსებებს, მაგრამ მე დაგემშვიდობებით და ვეღარ შევძლებ ასეთ ვითარებაში, როდესაც ვხედავ, რომ მე ვერანაირად აი წვლილს ვერ შევიტან ქვეყნის თუნდაც რაღაცა მოკრძალებულ წვლილსაც კი ვერ შევიტან ამაში. არ შემიძლია. და ამ გამომწერებს იმიტომ ვეუბნები ამ ერთგულ გამომწერებს შემსას, რომ დამიკავშირდნენ და დააფიქსირონ სახელები, რომ თავიანთი ტელეფონები, რომ თუ როდის მე მოძრაობ, მე გავდივარ, გამოდივარ 1000 ვინმე საუბრები, შეიძლება გამოჩნდეს, ისეთ გამოჩნდეს სპონსორი და წიგნები დაუბეჭდო და მე აუცილებლად გამოგიგზავნით თქვენ წიგნებს. ის ხალხით ჩანიშნული მყავს, ვისაც წიგნები უნდოდა და ჟურნალი მაქვს სპეციალური გაკეთებული და თქვენს დაფიქსირდით ჩემ ტელეფონზე, იმიტომ რომ მაგ ტელეფონსაც ავიღებ და აღარაფერი ურთიერთობა აღარ მექნება იმ ხალხთან. დანარჩენი ახლა თუ ვინმეს უნდა და წაიკითხავს და სიამოვნებას მიიღებს, ღმერთმა გაუმარჯოს. იქ აღარ იქნება აღარც შემტყული, დაუვლი ახლა მე ყველგან, ავიღებ, ავკრებ ამ ყველაფერს, გავთიშავ კომენტარებს და ღმერთმა გაგიმარჯოთ, როგორც რა ვიცი, მე მაინც დაგლოცავთ ახლა ბოროტი ადამიანი არა ვარ, მაგრამ ხედავ რომ თქვენ არ გსურთ რომ გადარჩეთ. მე სხვანაირად არ შემიძლია, მწერალი ვარ, მე რო იყო ახლა პირველი საუკუნე რო იყოს და შუა საუკუნეები რო იყოს და თქვა და ხმალი რო იმაზე, შეიძლება 65 წლის კაცი ვარ, რა ხმალი უნდა აიღო, მაგრამ ბოლო შეიძლება ამეყო რა და გავსულიყავი სადღაც და რაღაცა ჩემი წვლილი შემეტანა, მაგრამ მე სხვანაირად ვერაფერს ვერ გავაკეთებ. ალბათ რა არის იცით, ვფიქრობ ხოლმე რომ ჩემი მოსაზრება მაქვს, შეიძლება ახლა გულდება, იმიტომ შეიკავეს თავი რომ დევნილი ადამიანი პოტენციურ გამცემს ხედავს თავის გარშემო და ყველაფერს უფრთხის და უფრთხილდება. ძალიან ძნელია დევნილი, მე არ ვამტყუნებ ახლა რომ გითხრათ რომ მაინდა-მაინც მქონდა კი იმედი, მაგრამ არ ვამტყუნებ იმისათვის რომ შეიძლება კიდევ ვიმეორებ, ახლა თქვენ წარმოიდგინეთ 9 ნეტარებაშია, ნეტარი იყვნენ დევნულის სიმართლისათვის, რამე თუ მათი არის სასუფეველიცათაო. ადამიანი, რომელსაც დანაშაული არ მიუძღვის არაფერი თავის ქვეყანაში და დევნილია, ის ადამიანი ამ დროს ყველას უყურებს როგორც პოტენციურ გამცემს და აქედან გამომდინარე მე ვერ დავემდურები. კი, ცოტა გული მეტკინა რაღაცა, მაგრამ
ალბათ ეს ჩემი გულნაკლებობაც იმედი მქონდა და იმიტომ მაგან გამოიწვია თორე დანარჩენი მე ხო გეუბნებით რა წენა და რაღაცა მოტოვებული აზრები გულში არ გამაჩნია. ღმერთმა ყველა დაგლოცოთ, კარგად იყავით, ჯანმრთელად იყავით, ბედნიერად იყავით, დაფიქსირდით ქალბატონო ეთერი, ქალბატონო ლენა, ქალბატონო ელისო, ქალბატონო ნანა და ნუ სულ ყველა რა, ვინც აი მიწერდით ეს ქალბატონები და თუნდაც ძველები დაფიქსირდით ჩემ ტელეფონზე სახელი მომწერეთ და ვიცოდე რომ მე რო ციგნებს დაუბეჭდავ თქვენ დაგიკავშირდეთ რომ მე რამდენიმე დღეში ტელეფონის ნომერსაც ავიღებ. აი ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა. მე მეც ვერაფერს ვეღარ გეტყვით. თქვენ უბრალოდ აქ კიდევ შევიკავებ თავს იცით იმაში რომ არ გინდათ მეთქი და როგორ არ გინდათ გადარჩენა ერი ხართ ბოლო და ძვირფასი ერი ვართ ჩვენ მაგრამ მე ვერ შევძლებ სხვა ვერაფერს ვერ გეტყვით. მე შემიძლია რომ კიდე გამეგრძელებინა ეს ყველაფერი და ისა მაგრამ სადღაც გავჩერდები, გამაჩერებს ენერგია არ მეყოფა ამისათვის თანაც რა არის იცით ვხედავ რომ წევარი უფრო ბევრი მყავს ვიდრე და ამისათვის კომენტარების გათიშვა მიხდება და იცით მეც ხო ადამიანი ვარ და მეც ხო ვერ შევძლებ ამას არა ხო ძნელია ჩემთვის ამის გაკეთება ვიღაცა წევლის ვიღაცა ნუ წარმოიდგინეთ და გინდათ რომ სიკეთე გააკეთოთ და წევლის ხალხი ბოდიშს გიხდით ყველას და დაგემშვიდობებით რა აი კიდე გეუბნებით რა ჩემზე თუ ვინმე ფიქრობთ რომ მიჭირს არ მიჭირს კიდე გეუბნებით კიდე ვიმეორებთ არ მიჭირს არაფერი ხვალდაზე რა იქნება არ ვიცი მაგრამ დღეს არა ვარ ცუდად და არა ვგრძნობ ცუდად თავს უბრალოდ ცუდად იმიტომ ვგრძნობ თავს რომ ვერ გავაკეთეთ თქვენი თანადგომით და თუნდაც იმ ხალხის თანადგომით ვისი კიდევ იმეორები მედიცა მქონდა ვერ შევძელი ეს სიგნალის გამოცემა და მინდოდა საჩუქრად დამერიგებინა სწავლული ხალხისთვის და იყო დრო როცა საზოგადოებრივი აზრი იქნებოდა მე ეს არაერთხელ მithქვავს დღეს ეს საზოგადოება ქართული საზოგადოება ჩამოყალიბებული არ არის ამიტომ ლოგიკური გათვლით ჩვენ დავიმსახურებთ განადგურებას თუ მოbrunდება ის ჯალათი გამწარებული და გაავებული ნახვამდის ბედნიერებას და ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას